ეს ამტანი ხალხი. პირველ რიგში რაც ეს არის მთავარი შთაბეჭდილება, რაზეც ბევრჯერ გავამახილე ყურადღება, რაც ვიცოდი აქამდე და რაც კიდევ ერთხელ დავინახე და მივხვდი, რომ ამერ შეიძლება კიდე წაართვა ტერიტორიები, მაგრამ ვერ დაამარცხებ. ამა დედაქალაქს ვეღარავინ ვერ აიღებს აქა. დედაქალაქს შეეძლოთ აიღოს ხალხშორის 2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც ისეც იმ პანიკის გამო, რაც დასავლური ქვეყნების სამთავროებებმა დათესეს, როდესაც საელჩოებს უთხრეს, რომ დატოვეთ, გადით, იმიტომ რომ 3 დღეში აიღებენ კიევს. და ეხლა აბატე ბრიუსელში რო გეტყვიან ამას და ვაშინგტონში შენს დაიჯერებ, ხო კიევში რო ხარ და 500,000 კაცი იყო დარჩენილი 5 მილიონიან ქალაქში. მაგრამ იმ 500,000 მოსახლეობის 20-30%-მა იარაღს მოკიდა ხელი და დაიცვეს ქალაქი, თორე ჩემო მეგობარმა მითხეს, მისი სახელი ვერ ვახსენე ამ რეპორტაჟებში, ხო? ჰოსტომელთან ვიყავითო, კურსბასის კემეროვის დესანტი იყო, შემოვიდა. ვერტმფრენებით შემოფრინდნენ რა, მაგრები. ხო, იმათ შეებრძოლნენ და გააჩერეს, თორე ის ჰოსტომელი რო აეღოთ პლასტარმი, იქით უკვე ირპენი აქვს დაგებული. ანუ კიევის ოლქი, ირპენი, ბუჩა და ყოველ შემთხვევაში ქალაქს მოაქცევდნენ ისეთ მდგომარეობაში, რომ გაძლება იოლი არ იქნებოდა. იქ გააჩერეს ჯარები. მახსოვს რა ამბავი იყოს და უბრალოდ რიგში იდგენ და ავტომატები მისცეს და ჩადნენ. თორე ისინი უკვე გასულები იყო ლოვსიქით. საელჩოები, ესეთი ვითარება იყო. და საქართველოს საელჩო მაშინაც კი არ გასულა. არ გასულა და აი სხვადასხვა მე ამაზე გული მწყდება და იქ რაც შორის ვიკითხე კიდევაც და ეხლა თამამად მეთქვი მე მიმაჩნია რომ ეს არის ჩვენ ელჩები ერთმანეთთან არ აყვავს, ეს არის უსამართლობა, ეს გადაწყვეტილება ზელენსკის პატონი პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება და უკრაინის მთავრობის მე პირდაპირ გეუბნე არ იყოს სწორი გადაწყვეტილება. აბსოლუტურად გეთანხმებით. ეს არ იყოს სწორი გადაწყვეტილება. ინდივიდუალურად უნდა დაუფასო ადამიანს ის, თუნდაც შენ იყო გაბრაზებული საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ ეს იყო ერთადერთი საელჩო, რომელიც იქ რჩებოდა მაშინ და შენთან ერთად იყვნენ და შეგგვენდით იყვნენ. ეს მე ვფიქრობ, ჩვენ ურთიერთობებს ეს არ ეკადრება. ბევრი რამე არ ეკადრება, ეხლა არ გვინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს მე ვფიქრობ, რომ არ იყო სწორი. ადლო ეხლა თავისუფალი რადიო თავისუფლების ჟურნალისტი რო ყოფილიყავი, ამას ვერ ვიტყოდი, მაგრამ ეხლა მე ამას ვამბობ თავისუფლად და ამაში მეთანხმებოდნენ ის უკრაინელების და ის ქართველებიც, რომლებიც უკრაინაში არიან და ამას რაღაცნაირად უნდა ეშველოს რა. იმიტომ ერთ-ერთი ინიციატორი ამის იყო ბატონი ერმაკი.